ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმების მიღწევა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარება კიდევ უფრო გართულდება. დონალდ ტრამპის თქმით, ირანმა შეერთებულ შტატებთან შეთანხმებას დაუყოვნებლივ უნდა მიაღწიოს. არა, ჩვენ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძალიან ტრამული იქნება. არ მინდა ეს მოხდეს. შეთანხმება აუცილებელია. თუ შეთანხმება არ შედგება, მაშინ სურათი შეიცვლება. გუშინ ბიბი ნეთანიაჰუსთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა და მას ეს ესმის. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჩემზეა დამოკიდებული. თუ ირანთან შეთანხმება არ იქნება სამართლიანი, მათთვის ეს ძალიან მტკივნეული იქნება. Deal isn't a very fair deal and a very good deal with Iran, then it's going to be, I think, a very difficult time for them. გუშინ პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ შეიცვალა თუ არა თქვენი პოზიცია ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებებთან ან ვადებთან დაკავშირებით. You're saying stop entertaining, stop talking to them. ფიქრობ ერთი თვე დაახლოებით ამ ვადაში უნდა გაირკვეს ყველაფერი. ეს არ უნდა გაჭიანურდეს. პრობლემას სწრაფად უნდა მოგვარდეს. მალე უნდა დასთანხმდნენ ჩვენს წინადადებას. თქვენ ამბობთ, რომ მოლაპარაკებების შეწყვეტას ითხოვს? ეს არ უთქვამს, ჩვენ ეს საკითხი არ განგვიხილავს. მე მათთან ვისაუბრებ იმდეხანს, რამდენიც საჭიროა და ვნახავთ, შევძლებთ თუ არა შეთანხმების მიღწევას. თუ ვერ შევძლებთ, მოგვიწევს მეორე ფაზაზე გადასვლა. მეორე ფაზა მათთვის ძალიან მძიმე იქნება. მე ამისკენ არ მივისწრაფვი. Surprise attack. Nobody saw that. 7 ოქტომბერი ძალიან მძიმე დღე იყო. ასე დროს თუ კარგად დააკვირდებით, პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება ნაწილობრივ. ეს იყო საშინელი, მოულოდნელი და ძალადობრივი თავდასხმა. ეს იყო სიურპრიზი, არავინ ელოდა. ფიქრობ, ვინც არ უნდა ყოფილიყო მის ადგილას, ვერავინ განსაზღვრავდა ამას წინასწარ. რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ომის დროს ძალიან ძლიერი პრემიერ-მინისტრი იყო. ჩვენ მასთან კარგად ვიმუშავეთ, ირანთან დაკავშირებითაც დიდი წარმატება ჰქონდა. მთლიანობაში ის მართლაც გამორჩეული ლიდერია და ომის პირობებში ეს მარტივი არ არის. ამავე დროს ისრაელს ყავს პრეზიდენტი, რომელიც მას შეწყალებაზე უარს ეუბნება. ამ ადამიანს საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს. ისრაელის პრეზიდენტის მთავარი ძალაუფლება სწორედ შეწყალების მინიჭებაა. მან თქვა, რომ ეს 5-ჯერ გაუკეთებია, მაგრამ ახლა არ სურს. ალბათ იმიტომ, რომ მეშინია ძალაუფლება არ დაკარგოს. ფიქრობ, ისრაელმა ხალხმა ნამდვილად უნდა შეარცხვენოს იგი, ეს სამარცხვინოა. რაც შეეხება ბიბის, ის ომის დროს შესანიშნავი პრემიერ-მინისტრი იყო. მე ვიყავი და ვიქნები ისრაელის საუკეთესო მეგობარი, უპრეცედენტოდ საუკეთესო მეგობარი, რომელიც კი ოდესმე ყოლიათ და ეს ასე გაგრძელდება. თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ თუ ირანთან შეთანხმება გაფორმდება, ის აუცილებლად უნდა შეიცავდეს ისრაელისთვის მნიშვნელოვან პუნქტებს. მისივე თქმით, მათ ღაზასა და მთლიანად რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ახლახან დავასრულე ვაშინგტონში გამართული მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი ვიზიტი. შევხვდი ჩვენს დიდ მეგობარს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ჩვენ შორის ძალიან მჭიდრო, გულწრფელი და ღია ურთიერთობა არსებობს. საუბარი არაერთ საკითხს შეეხო, თუმცა მთავარი თემა ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებები იყო. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ირანელებმა უკვე კარგად გააცნობიერეს ვისთან აქვთ საქმე. მისი აზრით, ის პირობები, რომლებსაც ქმნის და ის ფაქტი, რომ ირანი უდავოდ აცნობიერებს წინაჟერზე დაშვებულ შეცდომას, როცა შეთანხმებას არ დათანხმდა, შესაძლოა ხელსაყრელ გარემოს ქმნიდეს კარგი შეთანხმების მისაღწევად. პრეზიდენტს ჩემი პოზიციის მოსმენაც სურდა. არ დაგიმალავთ, რომ ირანთან შეთანხმების მიმართ სკეპტიციზმის გამოვხატე. თუმცა აღნიშნე, რომ თუ შეთანხმება მართლა გაფორმდება, ის აუცილებლად უნდა მოიცავდეს იმ ელემენტებს, რომლებიც ისრაელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი აზრით არა მხოლოდ ისრაელისთვის. საქმე მხოლოდ ბირთვულ საკითხს არ ეხება. საუბარია ასევე ბალისტიკურ რაკეტებსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფებზე. ამით შეიძლება ითქვას, საუბარი ამოიწურა. თუმცა რა თქმა უნდა შევეხეთ ღაზას, მთლიან რეგიონსა და სხვა ზოგად საკითხებსაც. ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ნეთანიაჰუსა და ტრამპს შორის უკვე მე-7 შედგა შეხვედრა.